no, Pascals. Რამდენი ტრეიდი? კიდე სხვებას აწერეთ. ერთი პარასკევს და სწავლზე მიმერტყა. აი პარასკევი დღე რო არჩიე სატრეიდო ცავალში. ამ კვირაში ყველაზე თუდი დღე არჩიე. კაი, მაშინ ეხა სტატისტიკა მითხარით. მაგ ორი ტრეიდიდან, მაგ ერთი ტრეიდიდან. როგორ გეტყობოთ შემოსავლები ხართ? რამდენი მოიგეთ, რამდენი წააგეთ? ორივე მოვიგე. რა დღეებში ახსენე? 100%. სავალ. უჩავასა ლოურისკი პარასკევს. კარგია, მომეწონა. უჩავათსა და PM-ზე თუ AM-ზე ახსენე უჩავათს. უკმაყოფილო რატო? დროს არ დავაგვერდი. რა დროს გახსენი? რეიდი. ბაცო. შენი აზრით ბაცო. მაკროს გარეთ ტრეიდი. დაშვებულია? შენიერი პასუხია. Tell me, Gypsy. მაკროს გარეშე ტრეიდი ჩემ შემთხვევაში არის იშვიათად დაშვებული. ეს თორე მოძრაობა რომ მაკროზე არ მოხდა, მაკრო ცუდი იყო და მაგის მერე ხდება. ან შემდეგ მაკროზე. Tell me, Gypsy. რამდენი ტრეიდი გახსენი Gypsy ამ კვირაში? 3. სტატისტიკა? სტატისტიკა როგორი გვაქვს? შენც თუ გინდა Gypsy გასტა. ფულს მომეუნები კაცო რა რამდენი ტრეიდი მოიგე რამდენი წააგე დამიწერა რამდენი მოიგო ფული ასე ვინ რეიტი გასნა შენი არ 3 ტრეიდი მოიგიან მარიამ შენ ტრეიდობ იმ რაღაცა მეიუენის ფანტეც ანუ Gypsy გორი მოიგეთ წააგე შენიერ კაი სტატისტიკა ძალიან კაი კვირა გქონიათ მაშინ მე ერთ რიც არ გამიხსნია კაი მოდი შევხედოთ მარკეტს ცოტა რა გავიმართე წელში ორ შევაც სამშაბათი ნიუსები არ გვაქვს 4 შევაც პაული ლაპარაკობს ამიტომაც AM-ი არის ტრეიდოთ 4 შევაც 9:30-ზე ჩვენი დროით PM-ზე ლაპარაკობს ნახე 10 საათის მერე ანუ 4 შევაც თუ ითრეიდეთ სირბულეტი PM-ის 5 შაბათს ითრეიდეთ
და ორშაბათი, სამშაბათი შეგიძლიათ იტრეიდოთ ოღონდ AM-ი არა, ალბათ. ოღონდ ეგრე. ყოველ ლაპარაკობს 4 შაბათს, რა 4 შაბათს AM-ი არის ტრეიდოთ, იტრეიდოთ PM-ის სირბულეთი. თუ ვინმე PM-ს ტრეიდობთ რა, ხუთშაბათს კაისა ტრეიდოთ გაიქნება და პარასკევსაც წეს პარასკევი ცუდი არ უნდა იყოს. წინა კვირა უცებ შევხედავ. დაბალბოთები კვირა კი არა. ტვინის ჭამა კვირა იყო. ტრეიდი ვერ მოძებნე, რომ გამიხსნა. აქედან ამ დღეს ბიარიში ვიყავი, ვერ გავშორტე ვერსად, არ იყო სეტაპი. და ისა მანამდე არ მიტრეიდია, იმიტომ რომ მარკეტი 5%, 6% ისე ეწერებოდა როგორც არაფერი, ამიტომაც პროფილმა არ შემიშვიდა ტრეიდში. და პარასკევს მე მარკეტზე ესე საერთოდ არც ყოფილა და არც შემიხედავს პარასკევს მარკეტისთვის. ხო, ეხა. ამიტომაც დღეს ჩემი ტრეიდების განხილვა არ იქნება ჩარტინგზე. DXY. DXY ჩამოვიდა უკვე ძალიან. Retracement-ი არ ქონია რაც მოვლოდით. რომ მეგონა retracement ექნებოდა უფრო ზემოთ, არ ქონდა retracement-ი. ეგრევე sell მოდელი დაასრულა. DXY აიღო ეს external low-ები ავიღეთ. კიდევ ერთხელ. აი პატარა retracement ქონდა აი ამ BPR-ში, მეტში არა. მეტი არ ქონია, მეტი retracement DXY-ს. DXY ჩამოვიდა აი ამ gap-ში, აი ეს external low აიღო. და კიდე შეიძლება ეხა რა არის ეს? და DXY კიდე შეიძლება მოძრაობა გაგრძელოს ანგებამდე. არა, ის საკაიფო delivery ქონდა ქვემოთ სიმართლე გითხრათ. რაღაცა DXY-ისთვის ეს delivery აი აქედან short-ი კაი იყო სიმართლე გითხრათ. ძალიან წინა sell side-ი გამოიყენა resistance-ად და ჩამოვიდა ქვემოთ. აგერ volume balance. შვენიერი. მომეწონა. ეხა NQ-ზე რა ხდება? ოდე NQ-ერ შევხედავ რა. NQ-ზე ამ იმბალანსში და ამ low-ს აღების მერე ტრამპმა გამოაცხადა ტარიფები 90 დღით მგონი შეაჩერა ტარიფები, მაგრამ ეს ჩამოსვლა, ბოლო ჩამოსვლა მე არ მგონია, კიდე მგონია რომ კომ ჩამოვა მარკეტი, მაგრამ ჯერჯერობით მარკეტის order flow არ შეცვლილა, ბულიშია, ბიარიში არ არის, მაღალ time frame-ზე ბიარიშია, ეხა აქ გვაქვს bullish order flow მარკეტზე. ეხა მე რასაც ხედავ აქ მე რასაც ხედავ აქ ამ order block შევეხეთ, ვიფიქრებდი რომ ჯერ კიდე ერთი ასვლა გვექნება, აი ამ high-ებს ავიღებთ, ESC რა სიტუაციაშია? ჯერჯერობით order flow არ შეცვლილა რა, აი low resistance liquidity-ს აიღებს ჯერ ერთხელ, სავარაუდოდ თუ BR-ის SMT ქონდა, მერე displacement-ი რო იქნება ქვემოთ, sell მოდელი რო დაიწყება, აი target, ჯერ კიდე მგონია რომ კომეთ ჩამოვა რა, აქედან ეხა ჯერჯერობით გაწყობილებას ვერ მივიღებ ვერაფერს, რო ვიფიქრო რომ ეს ეხა აქედან საიდანაც კომეთ ჩამოვა რა, ეხა რაც ეთყობა ფას არის რომ აგერ sell side-ი აიღო, displacement-ი ქონდა ზემოთ, კიდე მინდა ეს ზემოთ ეს აი რო აიღოს ეს buy მოდელი მორჩეს, რომ მერე sell მოდელი დაიწყოს რა, მე მასე ვფიქრობ ჯერჯერობით. ES ამ გებში ავა ეხა ES-ი. აიცა NQ2 ამ გებში ასული. აქ immediate rebalance-ია ის იმ გებში ადის, ხო? მაშინ ავა. თქვენ რას ფიქრობთ? სალამის გარდა. მან ცოტა მიჩერა ამ კვირაში, ლანჩი შევეცი. თქვენ რას ფიქრობთ ამ კვირაში რა მოხდება? თქვენი ანალიზია ვიჭება.
ბაცო. შენი აზრით ბაცო. Weekly time frame-ის ანალიზი თუ ასაჭირო scalping-ისთვის. ტარიფების გამო ბულიში იქნება, მეც ეგრე მგონია. ტარიფების გამო ბულიში უფრო იქნება 90 დღე დაჟე შეიძლება თუ მაგ ტარიფების გამო ბულიში იყოს. Weekly highs აიღებს ეს ტარიფები რეებია. ტარიფები არის ტრამპი აწესებს მაღალ გადასახადებს ქვეყნის გარეთ. ინფლაციის კიდევ ინფლაცია მე ასე ვამეც. ანუ scalping is this მასეთ მაღალთან. ანუ ეს ტრამპის ტარიფები ცოტა ბულიში გახდის მარკეტს. ორი წამი ხალხო. პისალმი ეს წიგნი გამოსადეგია არა ძმა რასამ. რა ეგ წიგნი გამოსადეგია მაქსიმს არ შეიღოთ. მაქსის სულელებს კტენიან ტრეიდინგ წიგნები არ უარგა. მით უმეტეს ქართველის შექმნილი ICT სტრატეგიის ტრეიდინგის წიგნი. და ლევან მით უმეტეს მან რაც არ უნდა ეწეროს ჩათვალე შენ 20 ჯერ მეტი იცი უკვე. ნუ თუ ისავლე რა თქმა უნდა. დაიწყო შემდეგ კვირის ანთელი როგორი აიხურო გაჩნია თუ კაი ბულიში აიხურო მაგდროს შეიძლება ორდერფლო. მართალია სკარფ, მაგრამ ტარიფების გამო უფრო ბულიში ვფიქრობ, ანუ ეს ფუნდამენტალური ანალიზი რო გავითვალისწინო და ინფლაცია და ბაცო. ბაცოს ის მაგკითხვა, იმიტომ რომ ვიცი რომ აზრი შეეცვალა რაღაცას. რა time frame-ს უყურებ ხოლმე, როცა trade-off სესიას. და სკარფიც ესე იქნება უეჯოლი ვიცი. 4.15 დალია. და აი ძალიან იშვიათ შემთხვევაში daily თუ შეხედავ რაღაც target-ი თუ არის. ოეგრეა. სკარფ, ხო შენ ეგრე ხარ? ვიცოდი. მე ამას ვთარგეთ. ხო, კი, კაი თარგეტია. unicorn-ი არის 4 საათიანი და წინაგვირი საი. მაგრამ ეს გაირჩევა ჩემგან ხალხო. როცა lower time frames-ზე scalp-ერობთ სესიაზე რა. ძალიან დიდი time frame-ები არ გჭირდებათ. და პლუს კიდე ამას რა YouTube-ზე ვინც უყურებთ თქვენს ხალხო, ვინც აქ მიზიხართ, იცოდეთ რომ მარკეტზე სანამ არ დაჟე თქვენი სატრეიდო დრო არ მოვა, აი მაგალითად New York AM-ს ტრეიდობთ რა, ან New York PM-ს ტრეიდობთ, ანუ შემდეგ 4 შაბათს ხო PM-ი უნდა იტრეიდოთ მაგალითად, ანუ მნიშვნელობა არ აქვს რა. თქვენი სატრეიდო დრო სანამ არ მოვა, მარკეტზე ბრეიქერი არისო, ხო არ ვიცი ვერ ხედავ, აქედან შევხედე მარტო. მარკეტზე სანამ თქვენი სატრეიდო დრო არ მოვა, მაქამდე მარკეტს არ შეხედოთ. ანუ მარკეტზე ანალიზი არ გააკეთოთ, სანამ ეგ დრო არ მოვა რა. აი ეგ ძალიან დაგეხმარებათ. აი უოლენას კითხეთ თუ გინდა თუ აქ არის, თუ არ არის, გავიდა. ძალიან დაგეხმარებათ ეგ. ეს რა არის? Inflation rate. შეიმეში ბაცო. აი ეს ნომერი. არ მაინტერესებს. მაგრამ ხო, აი იმ ინდექსს შეგახედებთ ხა? Fear ეს წინაზეც ესე იყო. ეხა არის იმენა კატასტროფულად ჩამოვარდნილი რა. და ამაზე დაბალზე იყო, 3-ზე იყო ეს. Fear-ის და greed-ის ინდექსი, მოდი აქ ჩავაგდებ. Fear-ის და greed-ის ინდექსი რა, 3-ზე იყო, მეგონი ჩამოვარდნილი. ესე დაბალზე აქამდე არ ყოფილა. ეხა აქ smart money რას ფიქრობს და retail-ი რას ფიქრობს? Retail-ი შიშია, შეშინებული არის ყიდის ყველაფერს. აი აქ, აი ამ კონდიციაში მარკეტის. ნუ ჯერ ჩემი აზრით არა. კიდე ჩამოსასვლელია ჩემი აზრით რა მარკეტი. მაგრამ ტრამპიდან გამომდინარე. მაგრამ ეს შანსი smart money ტრეიდერები ამ შანსს იყენებენ. იმიტომ რომ როგორც ისტორია გვეუბნება და როგორც მარკეტი ისტორიულად გვეუბნება, ხო? ისტორია რა, მარკეტი ისტორიულად გვეუბნება. მარკეტი არის ბულიში. ეს დამფები
ეს დამფები. ხო? არის ფულის გასაკეთებლად გამოწვეული. ეხლა ეს დამფი ტროპმა რაც გააკეთა, ხო? ფული გააკეთეთ აი ამ პამპში. აი ამაში ფული გააკეთა. აი ვნახე ინფლაციის მაჩვენებელი ამოიხსნა ენიგმა იმენა. თეზურა სერვერზე ბაწო. აბა კითხვები თუ გაქვთ? საბჭოთა კავშირი მიტილერგიტი. ხვალ 11-ზე ხო კი, ხვალ ბოლო ლექცია გაქვთ 11 საათი. შემდეგ კვირას ავშენდებით? შემდეგ კვირას მე მომიწევს რაღაც დღეების გასცენა და შეიძლება წესრიგად შემდეგ კვირას ვერ ვითრეიდო. მაგარი ზარმაცები ხართ ძალიან. ესე ალბათ ექსპრეს ფანდებით შეხვდებით. ეგ თან კაია თან ცუდია, გაჩნია როგორ გაიარე ეგ ფანდეთი. სალამი ანჯელო.